მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს გადავწყვიტე, რომ ჩავწეროთ, როგორ მუშაობ, რა პროგრამებს ვიყენებ და როგორ ვაკეთებ, ესე იგი, ამ ვიდეოებს საერთოდ, ტექსტი, შემდეგ როგორ მუშაობ, ასე ვთქვათ, ფოტო პრევიუზე, როგორ წერ და ასე შემდეგ. მეგობრებო, პირველ რიგში, ესე იგი, მოდით ნახეთ, შევიდეთ მაგალითად აიღოთ ძველი ათმა დაბადება თავი პირველი და ესე იგი, აი მოვნიშნოთ იმისათვის, რომ დავაკოპიროთ უпроსტად, შემდეგ შევდივარ GPT chat-ში, აქ სვავთ და ესე იგი, ჩვენ რა გვინდა ახლა. დამიწერე მართლმადიდებელ სტილში. Ну, მოდით მე ზოგადად ვაკეთებ 25-ს, 30-ს, 40 პრომპტს ვაკეთებ, მაგრამ მოდით ახლა რო არ გავწელოთ ასე ვთქვათ, ну, 5 პრომპტი სურენაზე კიდე რა ვწერ, ესე იგი, ну, იმ დროის შესაბამისად და კინოს სტილში და ესე იგი ფორმატი 16:9. Ну, მოკლედ აი ესე დაახლოებით, ანუ თქვენ ნახეთ, მეგობრებო, ჩვენ მოვნიშნეთ, ანუ ვიდეო რაზეც მინდა ხა ჩავწერო, ну, მაგალითად, ხო, ეხლა ავიღოთ ძველი ათმა დაბადება, მოვნიშნეთ მთლიანი მთელი თავი, მთელი ესე იგი ეს პირველი თავი, შემდეგ ჩავსვით GPT-ში და მივეცით ესე ვთქვათ მას, რომ აი დამიწერე ეს მართლმადიდებელ სტილში, ну, ასე ვთქვათ, ну, 5 პრომპტი მეგონი სწორად წერია, ну, არ აქვს მნიშვნელობა, მიხვდება ეს GPT chat-ი. პრომპტი დრო ინგლისურ ენაზე, იმ დროის შესაბამისად, კინო სტილში, ეფექტური და ასე შემდეგ. კარგით, გავუშვათ. მოკლედ ეს ახლა სანამ ფიქრობს, დამიწერს აი კინემატოგრაფიული პრომპტი ინგლისურ ენაზე, მართლმადიდებლურ ორთოდოქს სულიერ სტილში, დაბადების წიგნი გენეზის პირველი ეპოქის შესაბამისად, ყველა გათვლილია ფოტო, კინო და ასე შემდეგ. აი დამიწერა 5 პრომპტი. როგორც ზემოთ აღნიშნეთ, იქ მე ვწერ, ესე იგი, ეხლა რომ დიდი ხანი არ წაიღოს, დაახლოებით 30-35 პრომპტს ვწერ ხოლმე რა. კარგით, შემდეგ რა ვშვებით, მოკლედ მეგობრებო. შემდეგ ვხსნით გროგში შევდივართ. ეხლა ჩვენ გვინდა ეს პრომპტები, რომ ესე იგი გავაკეთოთ გენერაცია, მოვახდინოთ, რომ გამოგვიდეს ვიდეოები. ხო, აქ ფორმატებია სხვადასხვა, ვიდეო უნდა მოვნიშნოთ და აქ ახლა უცებ მას გავხსნით, რომ საიტს, რომ არ წაიღოს დრო და დავიწყოთ. ნახეთ, მოვნიშნეთ პირველი პრომპტი. აღწერა, ესე ვთქვათ, ჩავსვით, წავიდა გენერაცია. ნახეთ, აქ არის პროცენტები, აქ არის გენერაცია და აი ძალიან მალე ხედავთ 50-ია. მანამდე გავაკეთოთ მეორე. აქ ჩავსვათ უკვე მესამე პრომპტი. აქ ჩავსვათ მეოთხე. კი ბატონო, და ბოლო ეს მეხუთე ჩავსვათ. და ნახოთ რა მოგვცა. აი თქვენ ხედავთ, ანუ როგორც იცით, დაბადების პირველ თავში აღწერილია, ესე იგი დაწერილი როგორ ღმერთი, როგორ ქმნის სამყაროს, დედამიწას, მზე, მთვარეს, ვარსკვლავებს, ხო, და ცხოველებს, ადამიანს, ადამს და ევას და ასე შემდეგ. ну, დაახლოებით ახლა ასეთი მოგვცა. ზოგჯერ როდესაც მე არ მომწონს, მე ასევე, ესე იგი ხელახლა ანუ ვაჭერ აი აქ ხელახლა და სხვა მომცემს. მოდით გავაკეთოთ მაგალითად აი კიდე ანუ აი დაველოდოთ მეგობრებო.
მანამდე გეტყვით, რომ დაახლოებით ერთი ვიდეო რომ ავტვირთო, თავის ტექსტი ხო რომ წავიკითხოთ, ან ვისაუბრო, თქვენ იცით, მე ზოგჯერ აღსარებაზე, ზიარებაზე, სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ვსაუბრობ და ანუ ტექსტიანად, ასე ვთქვა და ვიდეო მონტაჟით, პროგრამებით, ეს მოძიებით, ტექსტით და ასე შემდეგ მჭირდება დაახლოებით 2 საათი, მეტი პლუს მინუს. Ну, კარგით, აი ესეთი მოგცა. ეხლა ეს გადმოვტვირთოთ, ეს ერთი, ეს უკვე აღარ ჭირდება, მეორეში ესეთი მოგცა. ეხლა ეს დაახლოებით ვაკეთებ, რომ აი როგორ ვქმნი, ხო? კონტენტს, ვიდეო კონტენტს. ხო, ეს მესამე, ესეთი გადმოვტვირთოთ. აი ზედა, ესე იგი. ეს გადმოვტვირთოთ. და აღარ აშვება. ფიქრობს კიდე. ფიქრობს. მოდით ესე ვთქვათ, რომ დამიმატე კიდევ ერთი. შევიდეთ თავიდან. დამიმატა მე-6-ე, ავნიშნოთ. შევიყვარო და ვნახოთ აბა. ну იქით და იქით უკვე ცოტ ფასიანი არის და ამიტომ აი დაველოდოთ მეგობრებო და უკვე შემდეგ გადავალთ შემდეგ ეტაპზე. ну ამ ტექსტ რა თქმა უნდა ვკითხულობ მე ხო ძველ აღთმას და ახალ აღთმას და ფსალმუნებს წმინდა მამბის ცხოვრებას, მაგრამ ვკითხულობ რა თქმა უნდა ისე წმინდა მამბის რამოდენიმე წმინდა მამბის გამარტებით და თუ ისე რამე თემა არის, ისე ვსაუბრობ. აი ნახეთ ესეთი მოგცა. კარგით, ესეც გადმოვტვირთოთ. всё, ეს აღარ ვჭირდება ჩვენ. ეხლა შემდეგი ეტაპი მეგობრებო. მოკლედ ეხლა გადავდივართ შემდეგ ესე იგი, აი გავხსნათ ეს პროგრამა. ესაა CapCut-ი, შევიდივართ, ახალი პროექტი, ხო? და გადმოვიტანოთ ის, რაც გადმოვტვირთეთ ჩვენ. ხო? აი, გავხსნათ. და ну, აქ ბევრი არის, აქ ზოგადად ბევრი არის, კიდევ ერთხელ მეორე, მაგრამ ეხლა 5 გავუკეთე, რომ მალე და სწრაფად იყოს. აი ეს ჩავხუროთ, აღარ ვჭირდება. აი მეგობრებო, შემდეგ ესე ვთქვით, ესე მეორე, მესამე, მეოთხე პროგრამა არის, მუშაობ ამაზე. აქა, ესე იგი, ჩემი ტექსტი იქნება ჩაწერილი და ზემოდან ვადებ აი ასე, ანუ აი ამის ქვემოთ არის ჩემი ტექსტი და ზემოდან დაიდება აი ესე. ეხლა ამას ყველას მოვნიშნავთ, იმიტომ რომ თითოეულ ვიდეო გენერაციას აი ამას აქვს თავისი რაღაცა ხმები და ესე იგი აქ თითოეთ ხო, ანუ ხმა არ ჭირდება, შემდეგ ნახეთ ვიდეოს აქ მასშტაბი როგორი შეგვიძლია ასე, შეგვიძლია მთლიანად რო იყოს თელეკრანზე, გავაკეთოთ დარჩეს ასე. შემდეგ თუ დამჭირდა ამას ვაკოპირებ, ვთქვათ კიდევ ერთხელ, ხო, აი აქ ჩავსვათ და გავომდის აი ესე. ასევე მეგობრებო, შევდივარ და გამზადებული მაქვს ხოლმე, აი მაგალითად YouTube-ისთვის მასალა და თუ დამჭირდა აქ ნახეთ ну მოკლედ აქ ვამატებ თქვა დაახლოებით თქვა და ეს აქ ვამატებ ეს ხო აი ესე ვამატებ ეს აი ნახეთ რომ შევავსოთ აი მას გავასწორებ და ასე შემდეგ აი ამასაც გავასწორებ ხმაც და ასე შემდეგ ეხლა ნახეთ ბოლოს ამას უდესაც ნახეთ ბოლოს უკვე აქ დაგჭირდება ჩვენ ნახეთ წამით ხო ბოლოს აქ ქრისტეს ხატი არის და შეგვიძლია ესე იგი აი ნახეთ მასშტაბი გავზავდოთ ისევ
უცებ, აი ასე. შემდეგ გადავდივართ უკვე მეგობრებო, აი მამაუჩვენო ავიღოთ მაგალითად ქვემოთ კიდევ, ხო? აი ანუ ტექსტი აქ არის, სადღაც დაიდება, გადავდებ უკვე, დაახლოებით აი აქ იქნება ტექსტი და ნახოთ, აბა. ხო, ხმას დაუწიოთ ცოტა, იმიტომ რომ ჩემი ხმა ცოტა ალბათ უნდა იყოს შესაბამისად. აი დაუწევ ახლა ხმას უყურეთ. კარგით. და შემდეგ ვაჭერ ეს ექსპორტს და დავაჭიროთ კი ბატონო ექსპორტს და აი ხედავთ წავიდა 27 50 მოკლედ სანამ გადმოიტვირთება ჩვენ მოკლედ სანამ გადმოიტვირთება შემდეგ რას შვებით ნახეთ მეგობრებო კიდე ერთ პროგრამაში შევდივართ ну მოკლედ აქ გადმოიტვირთება და ეს აი და ჩვენ ხედავთ უკვე შევდივართ და სადღაცა აი აქ უკვე ესე იგი გვაქვს ეს ვიდეო აი აგერ არის აი სულ ჩავთვით მამა ჩვენო რომელი ხარ სათაშინა ეხლა ეს უკვე მზად არის მაგრამ ამას სათაური ჭირდება ამას ჭირდება ესე ვთქვათ ფოტო ამას ჭირდება აღწერა ამას ჭირდება სათაური კიდე სხვა პრევიუსთვის და რა ვშვებით. შემდეგ ეხლა ჩვენ ნახეთ გავაკეთეთ ძველი აღთმა, ხო? ანუ ეხლა უბრალოდ გავაკეთებ შევდივართ აი ამ პროგრამაში, Canva-ში და მაგალითად ეხლა ძალიან უბრალოდ გავაკეთებ, რომ აი შევარჩიოთ ფერი, გინდა წითელი, გინდა ყვითელი, მაგალითად. ну, კარგი, წითელი ავიღოთ და დავაწეროთ ეხლა ჩვენ ну, მოდით აი ესე ძველი აღთმა. სად არის? აი ტექსტში ავიღოთ და დავაწეროთ ძველი აღთმა, ხო? აქ შეგვიძლია ეს ცოტა დიდი, პატარა, როგორც ვიდა, მოდით ცოტა ესე დიდი გავაკეთოთ. მაგალითად ასევე შეიძლება ესე იგი შევცვალოთ ფერი, მოდით დავადოთ ახლა ეფექტი აი ყვითელი. ну სიტყვაზე ხა შეიძლება ეს არ შეეფერება, შესაბამება ლამაზი არ არის, მაგრამ დაახლოებით ეს ესენი რომ გავადიდოთ, ნახეთ შეგვიძლია ესეთი აი კუთხეები ხედავთ, ხო, აი ნახეთ კუთხეები და ასევე ეს შევავსოთ შეგვიძლია ესე, აქ ასევე შეგვიძლია ეს დავაპატარავოთ. გავადიდოთ, მოდი ესე გავადიდოთ ახლა გამოვიდოთ, ნახოთ. აი ასე. ძველი აღთმა, შემდეგ ესე იგი დაბადება. დაახლოებით ეს დაბადება, მოდით ესე შევცვალოთ. თეთრი და ესე და დავადოთ ეფექტი კიდე სხვა ფერში ავიღოთ რომ უფრო ლამაზი იყოს ნახეთ მოდით აი ну შავი არა აი თეთრი ეს ახლა ახლოს ვიყავთ ცოტა დიდი გავადიდოთ ხო ну აი ასე დაახლოებით მე მგონი ლამაზია ხო ოდნავ რა ვიცი თუ არა კარგი მოდით შევცვალოთ ასე ესე რა ვიცი ну ის როგორ მოწონს ну კარგით ასე იყო რა ეს ყვითელი და ლურჯი მე მგონი არ უხდება
ну მოდით ასე დავტოვოთ აი ეს დროებით, რა ვიცი. კარგი და დაგვჭა თავი პირველი, ხო? თავი პირველი. ეს ხო უბრალოდ მაგალითი, გავაკეთე თუ უბრალოდ ახსენე როგორ ესე იგი ვაკეთე, აი. თავი პირველი და ეს ამასაც ესპერი, ну სიტუაცია. აი ნახეთ. ну აი ესე დაახლოებით. ანუ აი ამას მიაგდრო, ხო ხდებით მეგობრებო, იმიტომ რომ ანუ მინდა რომ ვთქვათ ლამაზი გამოვიდეს, მინდა რომ ესე ვთქვათ ეფექტური იყოს. მე მგონი შავი ფერი მოხდება მას კიდე. ну დაახლოებით ასე რა. ну აი ასე რა. მოკლედ კამაში ამას ვაკეთებ მეგობრებო, შემდეგ ამას ტვირთავთ და ესე იგი ამას უკვე ჩვენ YouTube-ზე ვიდეოს პრევიუში დებთ, აი, ანუ ეს ვიდეო არის, ეს არის ამას დავადებთ და გამოგვივა, აი, რასაც ესეთი დაახლოებით შევქმნით. აქ თუ საჭირო არის ასევე ხატი, ან რომელიმე წმინდანის ხატს ვამატებ და ასე შემდეგ. მეგობრებო, ну დაახლოებით აი ასე მუშაობ მე. ეს უცებ ახლა გავიარეთ. და ეს მიდოდა მეთქვა, იმიტომ რომ ბევრს აინტერესებდა და ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩამეწერა ეს. მეგობრებო, ასევე მინდა გითხრათ რომ ეს არხი ბიბლია ყოველდღე შეიქმნა აი ახლა 2025 წელს 2025 წლის აპრილში რამოდენიმე თვის უკან და შევქმენი იმიტომ რომ ყოველდღე ადამიანებმა, ქართულმა ემიგრანტებმა, ასევე საქართველოში, ვინც ცხოვრობ ჩვენ ქართველები, რომ ყოველდღე მიიღონ სულიერი საზრდო, ხო? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, რომ მოусმინოთ სახარებას, ბიბლიას, ძველ აღთქმას, ახალ აღთქმას, წმინდა მამების განმარტებით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა წმინდა მამების და თქვენ იცით რომ ასევე შეიქმნა ეს არხი, ვისაც უსინათლოებისთვის ვერ ხედავს ხო, რომ მოусმინონ ყურსასმენით, ასევე ვისაც ყურებში აქვს ესე იგი პრობლემები, ვისაც არ ესმის, მას შეუძლია რომ უყუროს, ხო, ქართული ტიტრები არის ვიდეოში და ამიტომ მინდათ რომ თქვენს გაზიაროთ ვიდეოები, რომ მაქსიმალურად ბევრმა ქართულმა ადამიანმა ნახოს, ბევრ ადამიანმა და მოусმინოს წმინდა წერილი, სახარება, ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, ასევე არხზე არის რამოდენიმე პლეილისტი, ფსალმუნები არის, ასევე ბასილი დიდის განმარტებით, ივანე ოქროპირის რამოდენიმე ასევე წმინდა მამის განმარტებით არის წინასწარმეტყველებზე, ასევე ქართველი წმინდანებზე, მათი ცხოვრება და სხვადასხვა აქტუალური საინტერესო თემები, რაც ყველას გვაინტერესებს, ყოველდღიურად გვაწუხებს და მინდა რომ გავიგოთ, ხო? მეგობრებო, მინდა ასევე გითხრათ, რომ ბევრი მწერს, რომ ესე იგი კომენტარებში რომ აი მადლობა, მე მინდა გითხრათ, აი გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში რა თქმა უნდა ქრისტე ღმერთს ყველაფრისთვის მადლობა მე თქვენი თანადგომა რომ არა ესე იგი ეს არხია არ გამithარდებოდა ისე და მადლობა თითო კომენტარისთვის თქვენი თანადგომისთვის კიდევ ერთხელ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ასევე გააზიაროთ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს მეგობრებო, ღმერთმა დააglოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, მეტი სინანული მეგობრებო, მეტი სიყვარული, იმიტომ რომ სიყვარულის გარეშე
არაფერი საერთოდ არ ხდება და ვერც მოხდება და თუ რამეს გავაკეთებთ, თუ რამეს ესე იგი კეთილსაქმეებს გავაკეთებთ ან რაღაცა პატარა ღვაწლისავით გვაქვს, ეს ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. ამიტომ გვიყვარდეს არა მარტო ოჯახის წევრები, არა მარტო ნათესავები, თუმცა დღეს ამასაც ბევრი ვერ აკეთებს, იმიტომ რომ ადამიანს გაუქვავდა გული და უფალი ჩვენი იესო ქრისტე უყურებს ჩვენ გულებს პირველ რიგში. გვიყვარდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიყვარულის გარეშე არაფერი არ ხდება. და ვერც მოხდება. თვით უფალი არის სიყვარული. ღმერთმა მოგცეთ გაგაძლიეროთ, უანგაროდ დავეხმაროთ ერთმანეთს, დაეხმარეთ ადამიანებს, უანგაროდ. თუ არა გაქვთ ფინანსები, ესე იგი დაეხმარეთ ტანსაცმლით, ფეხსაცმლით. ერთი ჭიქა წყალი მიეცით. უფალი შეგიწირავთ, გესმით? არ დაგეკარგებათ ესა. ეხლა იცხოვრეთ, დღეს იცხოვრეთ. აი ამ წუთს, აი ამ წამს უნდა ვიცხოვროთ, მეგობრებო. ნუ ცხოვრობთ გუშინ და ხვალ, ეხლა ვიცხოვროთ. უფალი ამბობს, ყოველ დღეს აქვს თავისი საზრუნავიო. ამიტომ ვფიქრობ ჩვენ რა ვჭამოთ, რა დავლიოთ, რა ჩავიცვათ, გახსოვთ ხო ქრისტეს სიტყვები. და ყველაზე მთავარი, მეგობრებო, თავდაბლობა, სიყვარული, დახმარება. და რა თქმა უნდა, დავრჩეთ და ვიყოთ ქრისტეს მიმართ ერთგული. დავიცვათ ისი ცნებები. ყოველ შემთხვევაში ვეცადოთ, რომ დავიცვათ. შევეწინააღმდეგოთ ცოდვას. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.